თავი 49. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. თავი მოეყარეთ და ისმინეთ იაკობის ზენო. ისრაელს მამა თქვენს უსმინეთ. რეუბენ პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა, შეუდრეკელი და შეუპოვარი. ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი. სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული. მათ თათბირზე ნუნც მისულა სული ჩემი. მათ საკრებულოს ნურძიარებია ღირსება ჩემი, რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტინებით გამოძაღვეს ხარი. წყეული მწიყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია და მათი გულის წყრომა, რადგან სასტიკია. დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში. იუდა, გადიდებენ ძმები, ტყების ხერხემალს დათრგუნავ ხელით, გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი. ლომის ბოკვერია იუდა, წამომდგარ ხარ შვილო, ნადავლით ხელში. წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე თავისი ვირის ნაშიერი. ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს და ყურძნის სისხლში თავის ტანსაცმელს. თვალები მისი ღვინის უწითლესი, კბილები მისი რძის უთეთრესი. ზებულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი, სიდონს მისწვდება საზღვარი მისი. ისაქარი ძვამსხვილი ვირი, ვაკებში მწოლარე. ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა საამური. ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს. დანი საჯული თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის. გველი იქნება დანი გზაზე, უნასი ბილიგზე. დამგესლავი ცხენის ქუსლისა, გადაექანება უკან მხედარი. შენგან მოველი ხსნას უფალო. გაც მოადგებიან ურდოები, თავადაც ყვალში ჩაუდგება. აშერისგან პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგვარს. ნაფთალი ფეხმარდირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი. ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი წყაროსპირ დარგული, ტყოებით გალავანზე გასული. გაამწარეს, დაისრეს, ტრობდნენ მოისარნი. შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღვთისგან ძალა მოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაყურთხოს ყოვლადძლიერმა, ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვე განრთმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით. მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა. იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავს. ყველა ესენი ისრაელის 12 შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა. უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან, დამმარხეთ ჩემი მამაპაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის. მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში. აბრაამმა რომ იყიდა, ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად. იქ დამარხეს აბრაამი და სარა მისი ცოლი. იქ დამარხეს ისაკი და რებეკა მისი ცოლი. იქ დამარხე მე ლეა. ეს მინდორი და მღვიმე. იქ რომ არის ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი. გაუსრულა იაკობმა ანდერძის შვილებს და აკრიბა ფეხების სარეცელზე. აღესრულა და შეერთო თავის ერს.